გუშინ თქვი და ცხადზე უცხადესია რა ხდება და ახლა თავარი არის ერთადერთი რამ. სხვა გამოსავალი და ალტერნატივა არ არსებობს. საზოგადოების მობილიზაცია. ეხლა თქვენ აქ ხედავთ, აქ ნაკლებად არის, თუ საერთოდ არის რომელიმე პარტიის მიერ დაორგანიზებული ეგრეთ წოდებული აქტები, ხო? და ეს აღარც მოხდება ამიერიდან. ვეღარც მოხდება ვერასოდეს. მათ შორის ეს კანონი, რომელიც ჯერ პროექტის სახითაა, მაგრამ უნდათ რომ დააკანონონ, იმასაც გულისხმობს, რომ პოლიტიკურ პარტიებს სიცოცხლის უნარიანობა აღარ გქონდეს. მაგრამ ეს ასე რომც არ იყოს, ეს საკითხი ეხება მთელს საზოგადოებას. ჩვენ ხშირად გვესმის ოპონენტები ხელისუფლებას უწოდებთ მოღალატეებს, ღალატშივდებს, ბრალს და ასე შემდეგ. ხო, მაგრამ ღალატი სხვადასხვა მოტივაციით არის ჩადენილი. რა თქმა უნდა, არიან ადამიანები, ვინც პირდაპირ რუსულ ინტერესებს ემსახურებიან. არიან ადამიანები, ვინც ხასიათის სისუსტით ჩადიან ღალატს ქართულ ოცნებაში. არიან ადამიანები, ვინც განსხვავებული აზრის შიშით, ანუ თქვენი შიშით, ჩვენი შიშით, მთელი საზოგადოების შიშით ღალატობენ ქვეყნის ინტერესებს. მაგრამ ღალატია ხო? ეს ხდება, ეს არის ფაქტი. ამასთან შეგუება უბრალოდ დაუშვებელია თაობების წარმოადგენს. ჩემთვისაც დაუშვებელია. მე ჩემ თავთან როგორც ცალკე აღებულ მოქალაქეს შიდა პიროვნული კონფლიქტი მექნება მუდმივად სანამ ცოცხალი ვარ, რომ მქონდა ჯანი, სიტყვა მიჭრიდა, რაღაცა გავლენა მქონდა, შემეძლო მომეხდინა პროცესებზე, ადამიანების დამატებითი ჯგუფი დამერწმუნებია იმაში, რაშიც მე თავად ვარ დარწმუნებული, ბევრია, მაგრამ ბევრი არ იყო და ეს ვერ მოვახერხე. ამის დაშვება დაუშვებელია ჩემთვის და ასევე 10,000-ობით და 100,000-ობით საქართველოს პოლიტიკური პარტია. მე მიმართავ იმ საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს, ვისაც მოდით სიმართლე ვთქვათ, არც წლების განმავლობაში, არც ქართული ოცნება მოწოდა, არც რომელიმე სხვა პარტია და არც ნაციონალური მოძრაობა. მაგრამ უყვარდა, მოწონდა, განიცდიდა და ნერვიულობდა ამ ქვეყნის მომავალზე. აი ეს ხალხი უნდა შევიკრიბოთ დღეს. ისტორიული არჩევანი უნდა შევინარჩუნოთ, გადავარჩინოთ და ამის შემდეგ ამ ქვეყანაში, როდესაც შესაძლებელი გახდება არჩევნების ჩატარება, იქ მერე უკვე გავიყოთ 10-ად, 20-ად, 30-ად, მაგრამ ახლა ერთმუშტად უნდა შევიკრათ. ამ კანონის მიღება ნიშნავს ბოლშევიკური კანონის დაკანონებას, ამ კანონის მიღება ნიშნავს, რომ ტალღა დამატებითი დაარტყამს საქართველოს ემიგრაციული და ქვეყანა დაიცლება ბევრი ახლა ხედავთ ხო? რამდენად განსხვავებული ხალხი არის აქ შეკრებილი, განათლებული, მომავალზე მოფიქრალი, განსხვავებით იმ ბატონებისგან, ვინც შიგნით არიან. რა არის ხშირად კითხულობენ ჟურნალისტები გამოსავალი? ერთადერთი ყველაზე ძლიერი, რომლის წინააღმდეგაც შეუძლებელია რაიმე მოიმოქმედოს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა, ხალხის რაოდენობა. სიმრავლით უნდა ვაჯობოთ, თორე სიმართლე ახლა ჩვენს ხარესაა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ოცნების აი ეს დეპუტაცია ოჯახებში რო დაბრუნდება, თუ ჩვენ ვიქნებით მტკიცენი, რომელიღაცა დეპუტატს, ან ბაბუა, ან მეუღლე, ან ბიძა, ან მეზობელი, ან ბიძაშვილი, ან თანაკლასელი, დღესვე მორალურ წლებს მიიტანს მათზე. მაგრამ ისინიც უნდა დარწმუნდნენ, რომ ჩვენ არ ვეგუებით მოცემულობას. ეხლა ბიძინა ივანიშვილს აქვს კარტი გაშლილი შემდეგი, რომელიც გათვლილია ჩვენს დანებებაზე. დიახაც, ჩვენ არათუ არ უნდა დავნებდეთ. ჩვენ უნდა დავაფასოთ, რა თქმა უნდა, უკანასკნელი 2 დღის განმავლობაში დეპუტატების ბრძოლა პარლამენტის სტომათა დარბაზში ოპოზიციური ფლანგიდან. მე ვისურვებდი, რომ ყველანი ყოფილიყო ამ 2 დღის განმავლობაში. სამწუხაროდ, ბევრი ოპოზიციური დეპუტატი მე უბრალოდ იქ ვერ დავინახე, ფიზიკურად არ ყოფილან აქ და რო ყოფილიყვნენ დაეხმარებოდნენ კოლეგებს. ახლა მაინც ისმის არ დადიოდა უკანასკნელი 2 დღის განმავლობაში. უნდა შეუერთდნენ დარბაზში და მაქსიმალურად დრო უნდა გაიწელოს და განხილვაში უნდა შექმნენ, რომ ხალხმა მოასწროს მობილიზაცია აქ ადგილზე და თუ ეს კანონი მაინც მიიღეს, ამბობენ ისე მიიღონ კანონი და შემდეგ ჩვენი დასავლელი პარტნიორები სანქციებს დაუწესებენ. არა. აქ ქმედება თუ არ იქნება, რომც დაუწესოს დასავლეთმა ნებისმიერ ამ არამად ზომიერ ქმედებაში შესულ დეპუტატს სანქცია, ეს
ამინს ვერ შეცვლის. ამიტომ მნიშვნელოვანია რომ ყველამ უკვე ვიცოდეთ დღეიდან როგორც არ უნდა დამთავრდეს დღეს მივაღებინებთ თუ ვერ მივაღებინებთ და არ მივაღებინებთ. ყველაზე მაზე იწყება პროცესი რომელიც არ უნდა შეშლეს სანამ არ გავიმარჯვებთ. ამიტომ ვისაც აქვს შესაძლებლობა დღეს სამსახურების დასრულების შემდეგ უნდა შემოუერთდეს ქართულ ხალხს, არავის. არა, ჩვენ ერთად უნდა ვიდგეთ. მეც ხალხთან ერთად ვარ, ხალხიც აქ არის და ეს არის სიამაყე, რითიც ვამაყობთ დღეს ყველანი. და ვისაც აქვს შესაძლებლობა ჩამოვიდეს თბილისში. იცხოვროს ნათესავთან მომდენო დღეების, კვირეების განმავლობაში. ეს პროცესი ისტორიული პროცესია. აქ შედეგი იქნება ორი. ან მრავალი ათწლეულით დამარცხება ჩვენი, ან მრავალი ათწლეულით არა. ძალიან დიდი ხნით გამარჯვება ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესებისა. ევროპული და ეროვნული ინტერესი დღეს არის ერთი და იგივე. ეს უნდა გავიგოთ და ყველამ უნდა სიმართლე ვუთხრათ ერთმანეთს. დიახ, პოლიტიკური კლასი, დიახ, სამოქალაქო საზოგადოება, ვიღაცას მოწონს, ვიღაცას არ მოწონს. მეც ვარ ოპოზიციის წარმომადგენელი. ბევრი რამ არ მომწონს, მაგრამ ეხლა ამისი დრო არ არის. ძვირფასებო, გამჭირვალეობაზე საუბრობენ. უტიფრად ღალატობენ, თან დაგწინიან. მეუბნებიან რომ ეს კანონი ემსახურება გამჭირვალეობას და ვინ ამბობს ამას? ის ხალხი, ის გუნდი, ვინც თავიდან ბოლომდე არა გამჭირვალედ იმართება, თავიდან ბოლომდე კულისებიდან იმართება და ღალატი ჩემის აზრით დავასრულებ. არა მარტო მათი მხრიდან იქნება ჩადენილი, თუ ამ კანონს მიიღებენ და თავიანთი გაუვათ, არამედ ჩვენს მიერაც იქნება ღალატი ჩადენილი, ყველას მიერ, თუ ამ პროცესს ჩვენ ვერ შევაჩერებთ. დიდი მადლობა, მაგრამ ჯერა ქართველი ხალხის გონიერების, სიმტკიცის, განსაკუთრებით იმ ნაწილის, ვინც თავისუფალია ქმედებაში. გაერთიანების შანსი აქვს ოპოზიციას დღეს ამის გუგა, როგორც არასოდეს ახლა მოხერხდება საზოგადოებისა და ოპოზიციის გაერთიანება. აქ ჩვენ არც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე უნდა შევთანხმდეთ, არც მომავალ საპარლამენტო სიაზე და ასის პროპორციულზე. არაფერს აქ უნდა შევთანხმდეთ, რომ ჩვენ ბრძოლის ველი ასპარეზი გვექნება თუ არ გვექნება. ამის შემდეგ ოპოზიციას რა აზრი ექნება საერთოდ თუ კი არსებობს, რომელსაც ასარჩევი არაფერი აღარ ექნება. დიდი მადლობა.